სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ძმანო და დღეს უდიდესი დღესასწაულია სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება. საერთოდ საოცარი საუკუნე იყო მეოთხე საუკუნე. მანამდე თქვენი ცით იყო სასტიკი დევნა ეკლესიისა, ამიტომ ის ძველი მამები, ვინც მეორე მესამე საუკუნეში ცხოვრობდნენ, ვინც დაწერეს ქადაგებები, ჰომილიები, დაკარგულია, იმიტომ რომ დევნის შედეგად მოისპო ყველაფერი, თითქმის დაკარგულია. სულ მეორე მესამე საუკუნის მამების ნაშრომები რომ რაც შემოგჭა, სულ რომ შემოკრიბო, ერთი-ორი ტომი გამოვა, ორი წიგნი გამოვა ძმანო და დამო. მაგრამ, როდესაც მეოთხე საუკუნეში მოეფინა ქრისტიანობა მთელ მსოფლიოს და იყო მშვიდობა, უკვე ძმანო და დამო, უამრავი ჰომილიები ჩაიწერა, შენახული იქნა და დღემდე იქნა მოღწეული ძმანო და დამო. მეოთხე საუკუნე მართლაც საოცარი საუკუნეა და მე მინდა დღეს გითხრათ, რომ მესამე ყოველთვის მინდოდა ამ წმინდანზე მესაუბრა და ვისარგებლე დღეს მესამე მეოთხე საუკუნის, აი გარდამავალი მესამე საუკუნე და მეოთხე საუკუნე რომ დაიწყო, ამ პერიოდში ცხოვრობდა ერთი დიდი მღვდელმთავარი კლიმენტი ანკვირიელი. ანკვირია ეს იყო უდიდესი ქალაქი ძველად, მაგრამ დღესაც დიდი ქალაქი ეს დედაქალაქია თურქეთის ძმანო და დანო ანკარა. ანკვირია დღევანდელი ანკარა თურქეთის დედაქალაქი და ეს კაცი რით არის ახლა მნიშვნელოვანი, ამ კაცმა იწინასწარმეტყველა ეს ყველაფერი რომ მოვიდოდა მშვიდობა, მეოთხე საუკუნეში მოვიდოდა კონსტანტინე მეფე, ყველაფერი იწინასწარმეტყველა, ისეთი წმინდანი იყო. და ის საინტერესოა იმითაც ძმანო და დანო, რომ ეს არის, აი მე წაგიკითხავ მისი მემატიანე როგორ წერს ამ კაცის შესახებ, ესეთი კლიმენტი ანკვირიელი ეპისკოპოსის შესახებ. ჩვენ ასევე ქართულ მოსახსენებელში წერია კლიმი, მაგრამ თვითონ ეს ბერძენი კაცი იყო და ბერძნულად არის კლიმენტიოს, როგორც მაგალითად იოანე ბერძნულად იოანნოს და ასე შემდეგ. ამ ორს ვაკლებთ და არის ხოლმე კლიმენტი. ამიტომ არ ვიცი ახლა ქართულ მე-19 საუკუნის ჟამში წერია კლიმი, მაგრამ მე არა მაქვს შესაძლებლობა ხელნაწერებში ნახო ეს, რა თქმა უნდა, ალბათ არის თარგმნილი მისი ცხოვრება ძველ ქართულად, იქ ალბათ კლიმენტი წერია. მოკლედ, ჩვენ უნდა მოიხსენიოთ როგორც კლიმენტი ანკვირიელი ეპისკოპოსი. აი მის შესახებ გასცეს მემატიანე. ქვეყნის დაბადებიდან ვისაც თავი დაუვია წამებულა ჭეშმარიტი ღვთისთვის, გინდა ძველ აღთქმაში, გინდა ეხლა, სეცხლი, რკინი, ქვით, ჩაქოლი, ხეზე დაკიდებით, ცხოველებთან ჩაგდებით, მათრახის სცემით, წყალში დახრჩობით, ყინვით, ათასნაირი წამებით, ყველაზე დიდად და მეტად დედამიწის ზურგზე ეწამა კლიმენტი ანკვირიელი მღვდელმთავარი, რომელმაც ფრიად გადააჭარბა სხვა მოწამეებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დიდ მოწამედ და მთავარ მოწამედ ჩვენ ვიხსენიებთ წმინდა გიორგის. რატომ ძმანო და დანო? ალბათ იმიტომ, რომ ამან არანაკლები და პირველ მეტი წამებაც განიცადა ამ საოცარმა კაცმა. აირჩიეს წმინდა გიორგი იმიტომ მამებმა, რომ წმინდა გიორგი თავის ფეხით მივიდა იმპერატორ დიოკლეტიანესთან და განაცხადა, მე ქრისტიანი ვარ, ხოლო კლიმენტი ანკვირიელი თვითონ ნახეს, ესე იგი თავის ფეხით და თვითონ მონახეს და წაიყვანეს და დააპატიმეს. ალბათ ამ უპირატესობით წმინდა გიორგი არის უფრო მეტი დიდი მოწამე და თავად მოწამე, ამიტომ იხსენიება. მაგრამ დანარჩენი ძმანო და დანო, მან რომ წამება აიტანა, აი კიდევ მეორე ჩვენ წავიკითხეთ, ეს წამება არაუტანია არავის, არც ძველ აღთქმაში, არც მაკაბელებს, არც წინასწარმეტყველებს, არავის ესეთი წამება არაუტანია ჭეშმარიტი ღვთისთვის ძმანო და დანო.
იგი აწამეს ჯერ ცემეს მე ხორცი დაუჭრეს სულ ძლებამდე თითქმის ყველგან და მაინც გადარჩა სათუსამოს ჩააგდეს ეგონათ რომ მოკვდებოდა შემდეგ ტყავიც გააძვრეს წყალშიც დაახჩვეს და სასწაულებრივად გამოვიდა იქიდან მაგრამ ეს დაახჩობისთვის განიცადა შემდეგ ღუმელში შეაგდეს ასე რომ ანანია აზარია და მისაელი რომლებიც ძველ აღთქმაში ესე იგი დიდ ცეცხლში იწოდნენ მან განიცადეს და ორჯერ მოხდა ეს ღუმელში და ცეცხლში დათვა ორივეჯერ უნებელად გამოვიდა შემდეგ აი როგორც წმინდა გიორგი ასეთი ბორბლის ხელსაწყო იყო და დააჭრეს მთლიანად ძმანოდა დანო და ეგონათ რომ სისხლით დაიცლებოდა ასევე აწამეს კიდე ფეხები დაკიდებით ქვების ჩაქოლვით როგორც პავლე და ეგონათ რომ მოკვდა და ისევ ცოცხალი აღმოჩნდა და 28 წლის განმავლობაში აწამებდნენ ესე გადაყავდათ ერთი ადგილიდან მეორე სხვადასხვა პრეფექტი დაკითხავდა აწამებდა და ბოლოს გამოაცხადეს უკვდავად 28 წლის განმავლობაში აწამები კაცს ბოლოს მოხდა ისე რომ დაუბრუნდა ამ ანტირიას და იქ უნდა განესაჯა და ციხიდან მისი დედობილი მდიდარი ქალი იყო გამოიყვანა მოისყიდა კარისკაცები გამოიყვანა და ანტირიის თავზე იყო გამოქვაბული ეკლესია იმ ეკლესიას ჩაატარა წირვა და აპირებდა კიდევ მეორე დღეს წირვის ჩატარებას და წინასწარმეტყველი იყო ხედავდა ყველაფერს და რო არ დაბრკოლებული იყო მრევლი სიკვდილის წინ მან ასეთი რამ თქვა ეს არის უკვე 311 წელი კიდევ ერთი 10 წელი გაგრძელდებოდა დევნა მალე რამოდენიმე დღეში ჩვენს გამოქვაბულ ტაძარში იმპერატორის ჯარი დაგვესხმება თავს ნუ შეშინდები ყველანი გადარჩები ხოლო მე და ჩემს ორ დიაკვანს მოკლავ შემდეგ დევნა მალე დამთავრდება ღმერთი მოავლენს საოცარ მეფეს კონსტანტინე დიდი იგულისხმება მორწმუნეს კეთი მსახურს თელს დედამიწაზე მოეფინება ქრისტიანობა მორწმუნეებს მიეცემათ უდიდესი პრივილეგიები ცნეობა იზეიმებს ბოროტება და ცოდვა სამარცხვინო საქციელი იქნება ეს წინასწარმეტყველება ახთა ძმანოდა დანო მართლაც რამოდენიმე დღის შემდეგ წირვის ჩატარების დროს მოვიდა იმპერატორის ჯარი იმპერატორის ბრძანებით ერთმა ჯალათმა ანკვირიელ კლიმენტის რომელიც ტრაპეზთან იდგა მივიდა და თავი წააჭრა ეს თავი დავარდა წმინდა ტრაპეზზე და ის ორი დიაკვანიც მოკლეს დააჭეს ხელი არ ახლეს და მალე სულ მალე რამოდენიმე წელიწადში აღსრულდეს დიდებული წინასწარმეტყველება ძმანოდა დანო და მოვიდა მართლაც ესეთი საოცარი მეფე როგორც იყო კონსტანტინე დიდი ასევე შეგახსენებთ ძმანოდა დანო რომ უდიდესი სიკეთის გამო ღმერთი უცხადებს ადამიანს თავს უდიდესი სიკეთის გამო კონსტანტინე დიდს ჰქონდა შემდეგი სიკეთი ის დაავადებული იყო უკურნებელი სენით და მოკვდებოდა ეს იმპერატორი წარმართობაში სანამ მოიქცეო მას უთხრეს რომ მას უშველი და შვილი ახალ დაბადებული 100 ბავშვის ну რაღაცა ეთქვა რაღაც ამას აკეთებდნენ რას აკეთებდნენ რა ვიცი 100 ბავშვი უნდა მოეკლათ თუ მეფე გაცემდა ამ ბრძანებას მაშინ მეფე გადარჩებოდა ну ახლა იმ იმპერიაში 100 უპატრონო ბავშვს ადვილად იპოვიდნენ გამიგე თან დაპალაკია უპატრონო ბავშვს ახლა დიდებულებს და საშუალო ფენის ხალხის შვილებს ვინ მოკიდებდა ხელს ანუ ამას ისე გააკეთებდნენ ვერცერავინ მიხვდებოდა და ალბათ ძმანოდა დანო დამეთანხმებოდა ბევრი ამაზე დათანხმდებოდა ძმანოდა და როცა იმპერატორმა გაიგოროს 100 პატარა ბავშვი უნდა მოეკლათ ახალდაბადებული თქვა რა საჭიროა ესეთი სიცოცხლე რომ ესეთი პატარები მოიკლას და მე ვიცოცხლო და ეს 100 ბავშვი შეეწიროსო და უარი თქვა ძმანოდა და აი ამ უარის გამო ამ სიკეთის გამო ამ როგორც კი გადაწყვიტა ეს ნელა გამოჯანმრთელდა მთლიანად იმპერატორი ამის გამო ღმერთმა ღირს ხოლმე თქვენ იცით ამ ჯვრის გამოცხადების და ასე შემდეგ ძმანოდა და აი დაიწყო მე-4 საუკუნე და იყო დიდი მშვიდობა და მართლაც საოცარი ხალხი მოეფინა საოცარი მღვდელმთავრები ჯერ რატრის გამიხსენოთ ზუსტად სპირიდონ ტრიმიფუნტელი და ნიკოლოს ილოლუკის
სასწაულთ მოქმედი მღვდელმთავარი ნიკოლოზი ამ ორმა ადამიანმა ძმანოდადანო ისეთი რამ შეძლო, ისეთი მოწყალებები გასცეს, ისეთი მოწყალება გამოამჟღავნეს და ისეთი სასწაულთ მოქმედები იყვნენ, რომ ეხლაც კი 21 საუკუნეში მე არ ვამბობ ქრისტიანებში წარმართულ სამყაროშიც კი განდიდებული არის. სპირიდონი შემონახულია უხრწნელად ძმანოდადანო, ვინც ბევრი ნამყოფი ხარ, ბევრი მომავალში მოგზაურებს იმედია, კუნძულ კერკირაზე, თვითონ ქალაქ კერკირაში არის სპირიდონის ტაძარი ძმანოდადანო და იქ განისვენებს სპირიდონი როგორი შემონახული იცი? წმინდანები საერთოდ შემონახულია გამხმარი ხორცი ზოგიერთ წმინდანს. ეს ფაფუკად შემონახული. აი როგორც რბილი. ტემპერატურაც აქ ცოცხალი ადამიანის 36-6. ეს არის მსოფლიოს სასწაული და წარმართები ამით ვიждებიან, აქ მუშაობენ, იკვლევენ, იმიტომ რომ როგორ რანაირად ნიკოლოზი კი ძმანოდადანო ყველა მიცით სანტა ნიკოლაუს არის სახეო წარმართული გაგებით წმინდა ნიკოლოზის ძმანოდადანო. ესე იგი თბილისის ქუჩებში, მსოფლიოს ქალაქებში ეხლა მოფენილია აი ეს კიბეები, თოვლის ბაბუარო ადის. სინამდვილეში ეს წმინდა ნიკოლოზია, მისი ცხოვრებიდან არის აღებული. კიბეზე ადის ტომლი, მისი მეგობარი გააღარიბდა და გადაწყვიტა მისმა მეგობარმა სამი ქალიშვილი ჩაებარებინა საროსკიპოში. ეს რო გაიგო ნიკოლოზმა ღამე ისე რომ არ უნდა გაიგო რომ მან მიცეს ფული, კიბე მიადგა მის სახლს, პანჯარას, ავიდა ტომლი და შეუგდო ეს ოქროთი სავსე ტომარა. აი ეს არის ზუსტად რომ ნახავთ თქვენ თბილისის ქუჩებშიც კიბეზე ასული თოვლის ბაბუა ტომარი, ძმანოდადა ტომლი. ასე რომ ნიკოლოზი და სპირიდონი ისეთი მამები იყვნენ, რომ აი დღესაც წარმართულ სამყაროშიც კი განდიდებული არიან ძმანოდადა. მე ხლა რამოდენიმე ადგილს გავიხსენებ სპირიდონ ტრიმფოტევის ცხოვრები და ამით დავასრულებ, მაგრამ მინდა ერთი რამ თქვა. დღესაც ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქის ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთა ცხუმაფხაზის მიტროპოლიტის ილია მეორეს აღსაყდრების დღე. 39 წელი გავიდა, მომავალ წელს უკვე საიუბილეო 40 წელი იქნება ძმანოდადანო და მე მინდა მიულოცო უწმინდეს ეს საოცარი აღსაყდრების დღე, ინტრონიზაციის დღე პატრიარქის და თქვენ იცით რომ რაც გახშირდა მის მიმართ მაინც მცირეა რა თქმა უნდა, მაგრამ ვიღაცებმა გაბედნეს უფრო გახშირდა, ამოიღეს ხმა რომ პატრიარქი დაბერდა, პატრიარქი ზოგმა ესე გაკადნია და ვეღარ მართავს ესე თქვა და ასე შემდეგ ძმანოდადანო, მაგრამ გასულთ ვეფხისტყაოსანი ძლივს დადგინდა რომ ნამდვილად იუნესკომ გამოაცხადა შოთა რუსთაველის სწრაფ ვეფხისტყაოსნის სწრაფ წლევანდელი წელი ეს უკვე დამტკიცდა და სიცხვილის საქართველოს რომ ერთი ბანერი არ არის გამოკრული, ერთი ბანერი ისე გავიდა წელი, ერთი ბანერი რომ ეს ემცნოთ, ეს რაღაცა ემცნოთ 1000 ტურისტი დადის აქ რუსი და რა ვიცი ვინა და გაეკეთებინათ რუსულად, ინგლისურად, სხვადასხვა ენაზე რომ წელსად, ანუ პიარი გაეკეთებინათ ეს ხო ჩვენი კულტურის ასე თქვა კულტურის წარმოჩენა ეს გაეკეთებინათ აციცის ქართულმა გაეკეთებინათ რუსთაველზე, ცენტრალურ ქუჩებზე ამოეწერათ აფორიზმები რუსთაველიდან ინგლისურად, ქართულად, რუსულად და ეს ხო ყველა მიხვდებოდა ამას თან წარმოიდგინეთ ამდენი არაბებია მოსული, მთელი ნახევარი არაბეთზეა ლაპარაკი ვეფხისტყაოსანში, ამდენი ჩინელია, ნახევარი ჩინეთზეა ლაპარაკი ვეფხისტყაოსანში, ამდენი ინდუელია, ინდუეთზეა ლაპარაკი და ტარელი ინდუეთიდან იყო და ასე შემდეგ რამხელა წარმოიდგინეთ. ისე გავიდა წელი, არაფერ პირიქით ზოგი დასინოდა Facebook-ში დებდა რომ ტყვილია ქართველი მამასი. ტყვილია, არაფერი იუნესკოს არ გამოუცხადებიაო. ტყვილიც რო იყოს, აი სომხებს როგორ სურს სომხების რა. როგორ სურს ეს რო სომხეთში მოხდარიყო, გადაგჭამდნენ. სომხეთი ალბათ შესასვლელში გამოაკრავდნენ ერთ ალბათ 50 მეტრიან ბანერს.
და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, მანოდა და როგორ წუხარ, ნუ კაი დავანებოთ აქ. ხო და იქ არის როსტომ მეფე, რო უკვე ძალიან მოხუცდა და იტყვის, რომ მე ძალიან მოხუცდიო და უნდა გადავდგეო. მივიდა ავთანდილი ვეზირები და ნახე რა უთხრეს. რას ამბობო, მეფეო, ვინ თქვა შენი სიბერეო? შენი ავის სიტყვაცო, ავი სიტყვაც. ყველას ბევრის კარგ სიტყვას ჯობია უცმანოდა. როგორ უნდა შევადაროთ ჩვენ ვინმე პატრიარქს მანოდა და მისი ზოგმა ის თქვა ეხლა რა თქვა ესო ბავშვები დალოცეთო დააჩოქეთო ეს მანოდა რომ აღარ იციან რა თქვა და დიდებული რამე თქვაც მანოდა და რასაც ვასრულებ წარმოიდგინეთ უწმინდეს როგორ უნდა გაუბედო არ მინდა მე ხარ არავის გაკითხვა მაგრამ თქვენ იცით ალბათ ამ დღეებში ვიღაცებმა რაღაცები გაბედეს სირცხვილია მანოდა სირცხვილი კიდევ გიმეორებთ რომ ზოგი ამბობს პატრიარქი ვეღარ მართავს რას ვერ მართავს მანოდა და რას ვერ მართავს ჯერ როგორ გამართა თითქმის სიკვდილის პირას მისული ქართული ეკლესია მანოდა და სიკვდილის პირას მისული და წარმოიდგინეთ რა დონეზე აიყვანა და დღესაც ვერავინ ვერაფერს ვერ წბედავს და ანგარიშუწევს პატრიარქს დღეს ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მის ავტორიტეტს უჭირავს ახლა მშვიდობა ეკლესიაში მანოდა და შეიძლება ესეთი რამე ანგარიშით როგორ უნდა გაკადნიებდე ადამიანი ესეთი რამე თქვა ჩვენ ულოცავთ პატრიარქს და ღრმად გწამს რომ უწმინდესი და უნეტარი ძალიან დიდხანს იცოცხლოს ძალიან დიდხანს და როგორც როსტომ მეფეს უხდეს ჩვენს ვამბობთ რომ უწმინდესის თუნდაც ავი აქვს არასდროს არ იტყვის უწმინდესი რომც თქვას ავის სიტყვა ზმანოდა დანო ის ავის სიტყვა ეჯობება საქართველოში გაერთიანებულ მეცნიერების პარლამენტარების და ვინც გინდა ერთად შეკრებილ კარგ სიტყვას ყოველთვის გადაწოლის პატრიარქის სიტყვა დიდხანს სიცოცხლე ჩვენ ზმანოდა და სულიერ მემკვიდრეს სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და ნიკოლოზისა და დიდთა მამათა ზმანოდა და შევეხმიანოთ სპირიდონ ტრიმიფუნტელს და ამით დავასრულოთ მოკლედ ფრაგმენტულად ხო მართლა სინოდის კრება იყო და პატრიარქმა სინოდმა შერაცხა წმინდანებად გილოცავ კალისტრატე ცინცაძე პატრიარქი ერთ-ერთი არის კომუნისტების დროს კალისტრატე ცინცაძე შეირაცხა წმინდანად სოლომონ მეორე უკანასკნელი მეფე დასავლეთ საქმეისა სოლომონ პირველი უკანასკნელი მეფე საქართველოს იმერეთის მეფე რომლის სულიერი მამა იყო ილარიონ ცნობილი სასწაული ილარიონ ქართველი ძმანოდა დანო და ასევე ბაგრატ მესამე ვინაც გაერთიანა საქართველოს და ვინც არის დასაფლავებული ბედიაში ძმანოდა და ანუ აფხაზეთში ამით კიდე დიდებული მტკიცებულება რომ ამას რა თუნდა მტკიცებულება რომ აფხაზეთი არის სრულ ძირძველი ქართული მიწაწყალი და საქართველოს გამაერთიანებელი ბაგრატ მესამე განისვენებს იმ ხარეში საქართველოს ამ ხარეში აფხაზეთში ძმანოდა და კალისტრატე ცინცაძე პატრიარქი რომელიც წმინდანად შეერაცხა ერთი ისტორია მინდა გაგახსენოთ რომ მღვდლები მაგ დროს დაიჭირეს ციხეებში გაუშვეს ბევრი გაპარსეს ზოგი დაახვრიტეს და ერთ-ერთი მღვდელი რომელიც ციმბირში იყო გასახლებული დაჭერილი ბოლოს ჩამოვიდა და კათალიკოს პატრიარქი შეხვდა კალისტრატეს და უთხრა უწმინდესო ნუ აი ესე მიმართა ამ კაცმა აჭირებულმა ჩვენო კლავდენო გვირთხამდენო გცემდენო როგორ არა მოიღე ხმა რა ყარიღებდი ხმას და კალისტრატე პატრიარქი ხო შეეძლო მასე თქვა როგორ მიბედავ გაიმართლებინა თავი მართლაც ჰქონდა გასამართლებელი არაფერი მსგავსი ამდგარა დაჩოქილა ამ მღვდლის წინაშე წარმოგიდგენიათ მღვდლის წინაშე პატრიარქი რო დაიჩოქეთ ფეხები დაუდია მის ფეხისა თავი დადო მის ფეხებთან ამ პატიმრის მღვდლის და უთქვია მაპატიო გეხვეწები მაპატიო ესეც გაუგნებული ხარ საქციელი და
და მე ეს კაცი ყვება ეს მღვდელი რომ წლები გავიდაო წლებიო და ისე შემწყავ ჩემი საქციელის რომ იმ მომენტში არ რომ მე ნელ-ნელა მივხვდი მე რომ თვითონ პატრიარქი იყო პატიმარი საკუთარ სახლში და როგორც ჩვენ ვიყავით პატიმრები და ხმას ვერ ვიღებდითო ასევე ის ვერ ამოიღებდა ხმას მაგრამ ეს კი არ აუხსნა კალისტრატემ ეს კი არ ასე ვთქვათ თავი კი არ იმართლა ღმერთს მიანდო რომ ის ოდესმე მიხვდებოდა ძმანოდა და გამიგეთ ხო აი ასე არის ზუსტად ჩვენ პატრიარქზე ზოგიერთი რაღაცას ამბობს ხო რაღაცას გავს კომუნისტები ჩვენ პატრიარქი რა არის ხო კომუნისტების ზო შინაპატიმარი არისო ა და პატრიარქმა მოახერხა ის თავის ეპისტოლეში აქვს მას რომ ეს კომუნისტები ეს კაკები რომელიც თითქმის კაბინეტში ეჭდა პატრიარქს ეს კაპკებეს რწმუნებული იქ ბევრი იყვნენ იქ რამოდენ მოადგილე ის მეორე მესამე მეოთხე პირდაპირ შინაპატიმრობაში ყავდათ პატრიარქს მაგრამ პატრიარქის პიროვნება ისინი მოაქცია კომუნისტების დროს და პატრიარქმა გაიხსენა ერთხელ ესეთ შემთხვევა რომ პირველი რწმუნებული ესე კაკების პირველი უფროსი რელიგია დანიშნული ესე იგი ეკლესიაში იმდენად შეუყვარდიო და ერთხელ მითხრაო ჩამოვჭიდო სადღაც ვიყავით მოსალოცავთ და მითხრაო უწმინდესო ჩვენ ცოტა გაუშვათ ესე წინო სალაპარაკო მაქვს და უთქვია რომ უწმინდესო ბაბუა ჩემი მღვდელი იყო და გეხვეწებიო გაიხადე განაფორა და ცოტა ხანი ჩამარში დაიდე და ნუ პატრიარქმა მოახერხეს ხო წესით არ შეიძლებოდა და ამიტომ პატრიარქმა უთხრა რომ ესო არ შეიძლება ეგეთი რამე ერის კაცო რომ პატრიარქის ანაფორა მოახუროთ და არ მოახურეო და მე რო გავიდა დრო პატრიარქმა თქვა როგორ ვინანეო ნედა მომეხურებინაო იმ კაცისთვის ესო ნუ კაკი ძმანო და დანო ცოტა შევეხო სპირიდონს და ამით დავათა ეხლა მე გიყვებით სპირიდონის ფრაგმენტულად ცხოვრებას რომელიც ასევე ესე იგი კლიმენტი ამკვირიელი ხო ყველაზე დიდი მოწამეა და ესე არ უწამებიათ არავინ სოფლიოში ჭეშმარიტ ღვთისთვის ეს სპირიდონი არის კაცი რომელმაც ყველაზე ბევრი სასწაული მოახდინა და ამნაირი სასწაულმოქმედი მამა არ არის დედამიწის ზურგზე ბრძოლა ხმაში არც ახალ ხმაში ერთადერთი მართლაც ნიკოლოს მიროლუკის ეპისკოპოსი შეიძლება შევადაროთ მას ძმანო და დან ეხლა მნიშვნელოვანი რა არის ის ცხოვრებაში რომ 19 წლის მან მოიყვანა ცოლი ეს კი არ არის მნიშვნელოვანი ეხლა გერჩვარ ამას გე თუმცა ესეც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნეტა ყველა 19 წლის ბიჭმა საქართველოს ცოლი მოიყვანეს მან მოიყვანა ცოლი და იყო წემსი ეს კაცი შვილები წავდა და ძმანოდა და რას აკეთებდა იცი აი ამ რაც ქონდა შემოსავალი მიდიოდა და ღარიბებს ურიგებდა სუყველაფერს თუ ვინმე ან ქალაქში შემოვიდოდა ამით მიემსგავს აბრამს ძმანოდა და აი ესე პირდაპირ დადიოდა და ღარიბებს მოიყვანდა სახში აჭმევდა ასმევდა ჩააცმევდა აი როგორც აბრამი ძმანოდა და აი ამ დიდი ღარიბების ესეთი სიყვარულისთვის გამიგეთ ჩვენ ხო ვიცით რომ ასკეთ მამას დიდი შრომის შემდეგ წლების შემდეგ მიენიჭა წინასწარმეტყველების ხედვა ან განკურნების ხედვა ეს ტყუილია სხვა ხო და ტყუილია რომ ისა რა ქვია ამ შრომის გარეშე ვინმეს მიენიჭოს ეს დიდი ნიჭები მაგრამ ამ კაცს მიენიჭა ძმანოდა და გესმი აი თითქმის ერთადერთი იშვიათად თუ კიდე აი ამ დაგვარს რამეს გავიხსენებთ ეკლესიის ისტორიაში აი ამ ბერობაში კი არ მიანიჭა აი ამ დიდი სიკეთის გამო სასწაულთ მოქმედი გახდა ხელს ვისაც დაადებდა კურნა ეს მიძრანოდა და ისეთი სახელი გაუვარდა ხა წარმოიდგინე ვინმე რო ვიცოდეთ ხა ხელებს ადედეს და კურნავდეს რა ამბავი იქნებოდა რა ამბავი მოხდებოდა და ამიტომ გაიგო რა ტრინიფუნტეელმა ეპისკოპოსმა იგი დაკურთხა შემდეგ და მოკლედ შემდეგ აკურთხეს ეპისკოპოსად ძმანოდა და ესე იგი იმდენა
ღირსი იყო ის და იმდენად გამორჩეული იყო პირდაპირ ღვთის ნიშანი იყო, მაგრამ ესმა მიიღო ძმანო და დანო მიიღო ერის კაცობაში. შემდეგ აი რა უამრავი სასწაული მოიმოქმედა, მაგრამ აი რამოდენიმე გავიხსენე. გვალვა იყო და როგორც ილია ვეღარავის ვეღარ მოყავდა წვიმა და იღუპებოდა ტრივი ფუნტი და დადგა ილოცა როგორც ილია და წამოვიდა ძმანო და დანო წვიმა სასწაული და გადარჩა ამით ტრივი ფუნტი ის ქალაქი და მთელი კიპროსი, მაგრამ განსხვავებით ილიასი იქ უფალმა შეკრა და ილიას უთხრა რომ სანამ არ იტყვიო არ წამოვა წვიმაო და ილია არ ამბობდა. გავრაზებული იყო ზოგიერთებს, ეს სასაული ისტორიას კიდე ცალკე სხვა. ამანტი ილოცა თუ არა წამოვიდა ძმანო და დანო წვიმა. ანუ ისე რომ ილიას აღემატა. შემდეგ მეორე სასაული მოსე ისუნავესი ელისე, რომლებმაც მოსემ ზღვა გახსნა ძმანო და დანო. ისუნავესმა იორდანე გააჩერა, მაგრამ ღვთის ბრძანებით ღმერთმა უთხრა ესე და ესე გააკეთეო, რომ შევიდოდნენ კიდობნით, იორდანე გაიშლებაო და ხმელზე გადაყავდა. და ელისე წინასწარმეტყველი იორდანე ასევე განაპო, ოღონ ხალებით, ის ხალები ჩვენთან არის იერუსალიმ მცხეთაში ძმანო და დანო. ხოლო ამან მიირჩქაროდა ერთ წმინდა საქმეზე და წყალდიდობა იყო და ვერ გადადიოდა. აუცილებლად უნდა გადასულიყო. ილოცა ძმანო და დანო და უდიდესი მდინარე, როგორც აი მოსემ და გაიშალა და ხმელზე გადავიდა. ამ დიდ წინასწარმეტყველებზე უფრო დიდი სასწაული აღასრულა. მსოფლიო პირველ კრებაზე ძმანო და დანო მან აიღო თიხის ნაწარმი. ზოგი ამბობს კრამიტი, ზოგი აგური. ნუ ჩავთავოთ აგური. აიღო ეს აგური სპეციალურად წაიღო, რომ დაემტკიცებინა სამების შესახებ და როცა ამტკიცებდა სამების დოგმას, მან აიღო ესე, იმიტომ არის ზოგიერთ ხატში გამოსახული აგურით ხელში. აიღო აგური სპირიდონ ტრიუმფს და მოუჭირა ხელი და თქვა, აი თქვენ ხედავთ ერთ საგანს, ხო აგურს, მაგრამ და უცებ ცეცხლი გავარდა ზემო და ქვემოდან წყალი ჩამოვიდა. იმიტომ რომ ეს თიხის ნაწარმი შეიცავს ცეცხლს გამოწვავენ და შეიცავს წყალს. გამიგე? აი ასევია სამებაო. ერთი ღმერთი სამპიროვანი. აქ ერთი საგანი, მაგრამ სამი კომპონენტისგან შედგება. თიხა, ცეცხლი და წყალი. ესეც სასაუბრ მოქმედი იყო ის ძმანო და დანო. ნუ არის იმპერატორ კონსტანტინეშვილი ძალიან ავად იყო, ვეღარ არჩენდა და მივიდა სპირიდონი ძმანო და დანო და იმდენად უბრალოდ ეცვა სპირიდონს, იმდენად უბრალოდ. აი კუდი, მისი კუდი, ძმანო და ცნობილი კუდი. აი რა უბრალო კუდი ეს კიდე ლამაზად ხატია, ის კუდი აწუცილებია თავიდან. ძმანო და დანო ჩვენ რო ვიყვარს კაიტუდების დახურვა და ისა სპირიდონ ეგონა ვიღაც მათხოვარი კარისკაც და მივიდა შენ აქ რა გინდაო იმპერატორი უნდა ვნახო იმპერატორი არაო და გაარწა მარჯვენაში და სპირიდონმა მიუშვირა მარცხენაო გაგაბრაზეო და მარცხენა მიუშვირა და მე ის მიხვდა რომ დიდი მამა იყო და შეუშვეს და იმპერატორი გადაარჩინა ძალიან საინტერესოა მას არ მიუტოვებია წყევსობა და ყანაში მუშაობა ეპისკოპოსობის დროსაც ძმანო და დანო და 100 თხა ყავდა 100 და გაყიდა ეს თხები და მოვიდა მყიდველი და 99 შეაგდეს ესე იგი ურმებში და ერთი დარჩა და ამ კაცმა დატოვა ფული და გულში იფიქრა კაცო ერთ ფულს მოვტეხავ ერთ ფულს ერთი ცხვრის თხის ფულსო რას გაიგებს ეს მაინც არაფერს არ მითulisო და ეს თხა ვერაფრით ვერ წაიღო და სპირიდონი გამოვიდა და ეუბნება კი მაგრამ ამდეხას ასაკეთებო აი ამას ვერ ვძრავ ამ თხასო ხო არ დააკეიდო ფული მაგას და დაწიწა და შეეცვა დადოვიო და წაიყვანო კიდევ საინტერესოა როცა მის ფარაში ქურდები შევიდნენ 4 ქურდი თუ 3 ქურდი რა მნიშვნელობა და იპარავენ ცხვებს და ვერ მოიპარეს იმიტომ რომ გაუშეშდა წელი და ფეხი და ისე გაუშეშდათ რომ ვეღარ მოძრაობენ და დგანან ეს
იმანჭებიან და მთელი ღამე ესე იყო. დილით მოვიდა სპირიდონი, ნუ ხედავს. რატო ჩაიდგენთ ესეთ საქციელიო კაცო? გორდობაო შეიძლებაო? გაგვანთავისუფლეო, გეხვეწებითო, ილოცა გაანთავისუფლა, გასწორდნენ ისე წერში და მერე უთხრა. როგორ შეიძლება მთელი ღამე გაათიეთ იშრომეთო ერთი ცხვარი წაიღეთო და იქეიფეთო და მიცა ერთი ცხვარი ასეთ საოცარი ღვთისმსახურების დროს ერთხელ მსახურებდა და ერთი დიაკვანი ყავდა თითო ზმანო და დანო და უფალო შეგვიწყალე გალობლები არ ყავდა უფალო შეგვიწყალე ანგელოზები გალობდნენ ზმანო და დანო გამიგეთ აი ხა წირვა რომ დავიწყოთ თქვა და არ ყავდეს არავინ გალობლები და რო თქვა კვერექსი და ანგელოზებმა რომ უპასუხო გამიგეთ რა გასასწაული კაცი იყო ზმანო და დანო და ნუ უამრავი ზმანო და დანო კანდელში არ იყო ზეთი ჟუტავდა და არ ქონდა ზეთი და ამ დროს გული დაწყდა და ილოცა უფალო არ ჩაქრეს ეს კანდელიო რომ წირვის ბოლომდეო და აივსო ეს კანდელი თავისით ესე და გადმოდიოდა და იღებდნენ ამძეს და ესეთ სასწაულები ხდებოდა და უდიდეს სასწაული ერთადერთი დავრჩა როცა კვერთხი ხი მოსემ გველად აქცია და გველი ისე კვერთხა მაგრამ ეს უფალმა უთხრა ესე იქნებაო აქტის სასწაული მოხდა ერთ კაცს ოქრო ჭირდებოდა და სპირიდონმა ილოცა და უთხრა უფალს გველიო აქციე ოქროთო ნუ ახლა ეს ისეთ სასწაულია თითქოს ვერც დაიჯერებ მაგრამ ის დასაჯერებელი არის რომ ამ პატარა ხალხს დავიდა კონსტანტინეს რომ წამოვიდა ნახევარი დაშტი რო აიქცო ნახევარი ის რო აიქცო ჭურჭელი ზმანო და დანო რაფია მილონით ეგ რა შეიძლება მაგრამ ხო მოხდა ასევია ეს სასწაული თუმცა დაუჯერებელი მაგრამ მოხდა ეს სასწაული მის ცხოვრებაში აიგოს ოქრო და მიუტანა იმას და მე რა მოითავა ამან ეს საქმე ამ კაცმა ვისაც ჭირდებოდა ეს ოქრო და ეს მე დამიბრუნე უკან და რო დაუბრუნა უთხრა იცი ეს ოქრო საიდან მოვიტანეო საიდან აი ახლა ვინოცებ და ნახო იმოცა და უთხრა უფალსო ისევ აქციო გველად და იქცა გველად ესე იგი ამით მიანიშნა არაფერი არ არის სიმდიდრე არაფერი არ არის ეს ოქრო და ზმანო და დანო სპირიდონ ტრიმფუნტელი აი იმდენი მაგ ჩამოწერილი ოღონესა ნაწილი ზმანო და დანო და ეხლა ძალიან უარ გავიძერდეს ის იყო სოფლიოში ყველაზე დიდი სასწაულთ მოქმედი მამა და ერთ-ერთი სასწაული რომელიც ძალიან ბევრი მაგრამ ერთ-ერთი რომელიც აღესრულა 21 საუკუნეში როცა გემი იღუპებოდა ბერძნული გემი და კაპიტანმა თხოვა სპირიდონს სამწუხაროდ უწყებაში ცოტა სხვანაირად წერია ეს ისტორია და ბერძნები ესე ყვებიან ნამდვილი ისტორია ესეთია რომ სპირიდონი ტრიმიფუნტელი ისა ილოცა სპირიდონ ტრიმიფუნტელზე და აი ეს უზარმაზარი ცაში ესეთი გამოსახულება იყო სპირიდონ ტრიმიფუნტელს გამოჩნდა სპირიდონ და ზღვა მთლიანად დაწყნარდა და გადარჩა და რომ შემოვიდა ეს იმაში პორტში შემოვიდა წავიდა პირველი რაც გააკეთა კაპიტანმა მივიდა სპირიდონის წმინდა ნაწილებთან დაიჩოქა და რო ეამბურა ნახა რომ სველი აი როგორც წყალი რო გადაასხა ესეთი სველი იყო და აი ესეთი სასწაულები ზმანდოდან და ერთი კიდევ ჩემ ცხოვრებაში აღსრულებულ სასწაულს გეტყვი და ამით დავამთავრებ 1993 წელი იყო გახსოვთ თქვენ ეს რა პერიოდი იყო ერთადერთი იშოვიდი პურს დიდრებს თუ რამე ქონდათ ყველა დააყაჩაღეს ან ყველა გაიქცა ნუ დიდი უბედური წლები იყო ზმანო და დანო და საჭმელი არ იყო ზეთზე აღარ არის ლაპარაკი და არაფერზე ნუ ძალიან დიდი გაჭირვება და თუ ვიჭირდა ჩვენს და ჩემმა მეუღლე მილოცა სპირიდონ ტრიმიფუნტელს და თხოვა მას გულმხურვალედ ილოცა თხოვა მას აი ეს ეკონომიური ესე იგი შველა რომ რაღაცნაირად ჩვენ მაშინ რამდენი ყავდა ნინო აღარ მახსოვს მაგრამ ნუ ყავდა ხო იქ ხა ვეღარ გავიხსენებ მაგას რა ბავშვები ყავდა როგორ 16-აც იყო ნინო და მოკლედ ნუ საჭირო იყო ჩვენ მადლობთ ღმერთს ამ გაჭირვებისთვის
მაგრამ ნუ ლოცულობდი და მილოცა სპირიდონ ტრიუმფუნტაზე. აი სასწაული. მეორე დღეს მოდის ერთი ჩვენი ბრევლი და გვეუბნება, რომ ისა მოდის ტაძარში და მეუბნება, რომ თქვენ სახლშიო ტრაილერი შემოვაო და მე მეუბნები, რომ იკარუსი მინახია მეთქი შემოსული იქ ეზოში და ტრაილერი არ ვიციო, იკარუსი თუ შემოვიდო ტრაილერი შემოვა. წავიდა ხვალეო ხოსახში იქ ვიქნები. ხედავ საღამოსკენ შვადღეზე საღამოსკენ ესე ხედავ მართლა მოდის დიდი ტრაილერი. ეხლა რას უნდა დაუკავშირო ხო სპირიდონ ტრიუმფუნტა. მოდის დიდი ტრაილერი შემოვიდა, ნუ იქ ჩვენ პატულები გვაქვს მაღალჭერიანი ძმანო და დანო მრავალი დარბაზები და ნუ აი ხობჯერა იქ ჩვენ იატაკიდან ჭერამდე ავავსეთ ძმანო და დანო ეს დარბაზები ფქვილი სტომრებით წიწიბური სტომრებით რაღაც ის იყო რაღაცნაირი ოსპის მსგავსი რაღაც ის სტომრებით სავსე კიდე რა იყო ყუთები ძმანო და დანო ამერიკული რესტორნებისთვის ოსტრის რო უძახიან აი ესეთი საკვები უამრავი იყო ყუთებში კარტოფილი ამერიკული რესტორნებისთვის უკვე გამზადებული ჩაყრით გარეცხილი ყველაფერი მარტო მოხარშვა შეწვა უნდოდა ასევე ხახვი დაჭრილი გამზადებული კვერცხის ფხვნილები წარმოიდგინეთ ესე იგი მარტო ორ-ორ სამოიღებდი და ერთი ტაფა დიდი კეთდებოდა წყალს შეულებდი კვერცხი ნუ ვეღარ ვითვლი ისეთი ფხვნილები იყო ყუთებში რომ წყალს შეულებდი სობს და ნამცხარი კეთდებოდა პირდაპირ მარტო დუღუმელში უნდა შეგედო ჩილები ქიშმიშები ნუ ვერ დავთვლი ახლა ვერც არც მახსოვს იმდენი რამ ავავსეთ მანო და დანო და რა თქმა უნდა გაჭირვებულებსაც მივეცით ერთადერთი მონასტერი იყო მაშინ ბეთანიაში და იმდენი მივეცით ბეთანის მონასტერი ეხლა იმას კი არ ვამბობ რომ მოწყალებას ვაკეთებ პირიქით იმდენი დავიტოვეთ რომ არ თქონდა განცდა რომ მოწყალება რამე გავაკეთე მაგრამ ნუ ამდენი იყო ახლა რაღაც ხომ მონასტერს მივეცით მანო და დანო და ის მონასტრის იმ მონასტრის სიამძღვარი მეუნებოდა წლების შემდეგ 5 წელი ჭამდით იმას მე რომ მოგეცი 5 წელი აი რა გააკეთა სპირიდონ ტრიუმფუნტა ჩვენ კიდე ის გაჭირვებული წლები საერთოდ არ გვიგრძნია იმდენი პროდუქტი გქონდა მანო და დანო აი ესეთი სასწაულები სპირიდონ ტრიუმფუნტას ასე რომ ქრისტიანებს პრობლემა არ აქვს ქრისტიანებს ყავს ისეთი წმინდანი და ჩვენ ყველაზე ბედნიერება ის არის რომ ოღონდ კი ვთხოვოთ წმინდანებს ისინი ჩვენს გვერდით არიან და ვისრულებენ ძმანო და დანო ყველაფერს დაგლოცოთ და სპირიდონის ლოცვით ყოველი კეთილი სურვილი აგვისრულოს გვერდით ჩამოვიდეთ